ქალბატონო გვანცაც რო ინფორმაციებს რატო ავრცელებ შენი მაყურებელი ყავს გასაგებია და თქვენი მოაზროვნე ხალხი ყავს ქეთი ეგიდუნაშვილის ახლავს თავისი ხალხი ქეთი ეგიდუნაშვილის ხალხი სხვა საკითხებით განსაცვალს TikTok-ის პლატფორმას მე ისეთი არაფერი დამირღვევია რაც თქვენ გაგაბოროტათ და გაბოღმავდით არაფერი TikTok-ში დარღვეული არა მაგ იმიტომ თუნდაც გეტყვით იქიდან რომ მე გავასაჩივრე და ჩინეთიდან მომივიდა დადებითი პასუხი პირველი აქედან დავიწყოთ მე რო TikTok-ის წესები დარღვეული მქონდეს, აქამდე ჩინეთის TikTok-ი მე გამიქრებოდა. ეს არის თქვენი ანალიზი, თქვენ ყავთ რაღაცა 100-200 კაცი მაყურებელი, ქეთის aqავს 3000 და 5000 მაყურებელი. ყოველთვის აქვს ხალხის გადაწყვეტილებას დიდი აზრი. თქვენი ესეთი ბოღმიანი, შხამიანი მარხვაში, აღდგომაში, ამხელა სასტიკი შეურაცხადი სიტყვები და წარსულზე მითითებები არ არის ლამაზი, ქალი რომელიც არის ყველაზე მეტად შეყვარებული შვილზე და არის ყველაზე მეტად კიდე შეყვარებული უფალზე და ღვთისმშობელზე. მე ვარ ეკლესიიდან მოსული ვიყავი სახარებას და ვესწარი სიყვარული და სინანული დავდექი მე მთელი ხალხის და საზოგადოების წინაშე და შევცვალე სტრიმი, რადგან პარასკევს არის შვიდგზის ზეთის ცხება. სინანული ვლინდება ცხოვრება, ქრისტიანული ცხოვრება, მიტევებით, სიყვარულით, თანადგომით და პატიებით. მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, ეს არის TikTok-ის პლატფორმა, სადაც მე და გიქსონა შოუს დგავდი და ხალხი ერთობოდა და ხალისობდა. TikTok-ში მეტი პოზიტივი უნდა იყოს და მეტი გართობა უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემზე რომ დგეხართ და 24 საათი ენა გაქვთ გადმოგდებული დაარეპორტეთ. თქვენი ქმნით საფრთხეს, თორემ მე საფრთხე არ შემექმნება. მე ისევ აღსდგები, ისევ TikTok-ში ვიქნები, სხვაგანაც ვიქნები, მე ხალხი მყავს. და ძალიან ბევრი საზოგადოება მიჭერს მხარს. თქვენ მე რომ მასშავებთ, გეუბნებით, მე უფრო ხალხი მიდგება გვერდზე. არანაირი მასობრივი ხალხის ძალა თქვენ არ აყავთ. ტყუილ ინფორმაციებს შეეშვით. სულხანი მიცავდა, იატო მიცავდა და არეპორტეთ. გასაგებია, ეგ არის თქვენი სიბოროტე, არავის არ უნდა თქვენი დონაცია, არავის არ აჭირდება, ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო. თუნდაც იქიდან ავიღოთ, მე TikTok-ში ვმღეროდი და ვცეკვავდი, რომ ხალხი ფულს მირიცხავდა. შეკვეთები მქონდა, რომ მე ყოველ ღამე სამსახურში რომ დავდიოდი, შეკვეთებს ვეღარ ვასწრებდი, იმხელად ფული მიჯდებოდა ხოლმე ანგარიშზე ემიგრანტებისგან. სანამ TikTok-ში შევიდოდი. შევედი TikTok-ში და გავხდი უკვე TikTok-ის სტრიმერი და რეიტინგში აწეული პირველი ბლოგერი ქალი, რომელმაც სოფლიო დონეზე ამიყვანა.